ბლოკში პროტესტი საქართველოში რა ნიშნით არის განსხვავებული, უნიკალური, რა ნაწილში მისდევს ის ვთქვათ სხვა ამ ტიპის პროტესტების ლოგიკას? მოგესალმებით. კვლევას რაც შეეხება, მოდი ცოტა კონტექსტით დავიწყებ. კვლევას რაც შეეხება, ლიკა უფრო ბევრს ელაპარაკებს იმის შესახებ, თუ რუსული პროპაგანდა როგორ მოქმედებს საქართველოში და სად რა ნიუანსები არის და როგორ იკვეთება. რაც შეეხება ბელარუსში არსებული პროტესტის შედარებას ქართულ პროტესტთან, ამაზეც ძალიან ხმამაღლა რო ვილაპარაკოთ, უფრო სიღრმისეული კვლევაა ჩასადარებელი. უბრალოდ ერთი შეხედვით რა მსგავსებაც ჩანს მსგავსება იმ სტრატეგიების გამოყენებაში, პროპაგანდისტულ სტრატეგიებს ვგულისხმობ, რაც ბელარუსში იყო გამოყენებული ქართულ სივრცეშიც უხუდებით, მაგრამ რაც შეეხება იმას თუ რა არის პროგრამა მინიმუმი იმისთვის რომ არ გავიზიაროთ იგივე ბედი, რაც ბელარუსში პროტესტმა გაიზიარა, ეს არის ის რომ ჩვენ არ დავკარგოთ იმედი იმის რომ გარეთ გაპროტესტებას, ქუჩაში მარშს, მსვლელობას თუ რაც არ უნდა იყოს, რა სახის პროტესტიც არ უნდა იყოს, უნდა გვჯეროდეს რომ ამას შეუძლია მიზანზე გაგვიყვანოს და არ ვიცი თქვენ თუ შეგინიშნავთ, ძალიან ხშირად ისმის ეს კითხვები ჩვენს გარშემოც, რომ სწორია თუ არა ის გზა, რასაც ვირჩევთ, იქნებ რაღაცა სხვა სტრატეგია უნდა მოვნახოთ. ამაზე არის მუდმივად. დიახ და ერთ-ერთი ვარაუდი არის რომ სწორედ ეს არის მიზანი პროპაგანდის რომ გააჩინოს ეჭვები სწორედ ამ მსგავსი ეჭვებით ღირს თუ არა ქუჩაში გასვლა შედეგი მიიღწევა თუ არ მიიღწევა და ამ გზით მიიღწევა თუ არა შედეგი და ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ ეკონომისტის პერსპექტივიდან ისაუბრეთ უკვე ძალიან მნიშვნელოვანია ასევე სამართლის სპეციალისტების პერსპექტივაც იმის შესახებ როგორ მოქმედებს მსგავსი პროტესტი მართველი პარტიის ასე ვთქვათ ძალაუფლების შენარჩუნებაზე, მაგრამ ამას რო თავი დავანებოთ ისევ იმ ძირითად მესის რომ მიუბრუნდეთ, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ხელა მანქანა არ მუშაობს ტყუილ უბრალოდ იმისთვის, რომ გაგვიქრეს გაპროტესტების სურვილი და მიზანი რომ გაგვიქრეს გაპროტესტების სურვილი არის პირველი ნაბიჯი მათი გამარჯვებისთვის და ისევ კიდევ ერთი რაც მინდა რა ვთქვა, როდესაც ლაპარაკობენ ხოლმე პროპაგანდის როლზე და გავლენაზე, ფსიქოლოგიური მექანიზმი, რასაც გამოედება ხოლმე გარედან მომართული პროპაგანდა, ეს არის ხშირად უმწეობის განცდა, რომელიც ადამიანებს ეუფლებათ. ხშირად ამას ახსენებენ როგორც დასწავლილი უმწეობის განცდა, თუმცა ეს არ არის დასწავლილი და ავტორი, რომლის მიერ ნაკვლევი ფენომენიც არის დასწავლილი უმწეობის განცდა, რეალურად რაღაცა 20 წლიანი კვლევის შემდეგ ავტორები მივიდნენ იმ მოსაზრებამდე, რომ რეალურად ადამიანების ბუნებრივი მახასიათებელია ის უმწეობის განცდა. ყველას გახსოვთ ალბათ, როდესაც არჩევნების შედეგები გამოცხადდა, რა განცდა გქონდა ყველას, აი ეს საარჩევნო დეპრესიას ვეძახდით, ფრუსტრაცია, სრული. კი, ეს არის ის განცდა, რომელზეც ვლაპარაკობთ. როდესაც კიდევ ერთი, მოკლედ, ძალიან ვარ გადავიდე აქეთ იქით. აი ეს არის ის განცდა, რომელზეც ვლაპარაკობთ ხოლმე, როდესაც უმწეობის განცდაზე ვსაუბრობთ, როდესაც აღარ გვჯერა, რომ ჩვენს ქცევებს რაღაცა კონკრეტული შედეგი შეიძლება მოყვეს და როდესაც არ გვჯერა, რომ რაღაც შედეგი მოყვება ჩვენს ქცევას, როგორც წესი ვწყვეტთ ამ ქცევის განხორციელებას. ამის მიღწევას ცდილობს ახლა პროპაგანდა, რაც იყო რაღაცა რუსული სტილი ბელარუსშიც და საქართველოში. ამის მიღწევას ცდილობს ნებისმიერი პროპაგანდა, პრინციპში სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებით, ძირითადად ორი მიმართულება პროპაგანდაში რო განვასხვავოთ, კლასიკური, რაც საბჭოთა კავშირის პერიოდში გამოიყენებოდა და რაღაც პოსტმოდერნისტული რუსული პროპაგანდა, რომელიც ცოტა განსხვავებულ სტრატეგიებს იყენებს, მაგრამ მიზანი მაინც არის ის, რომ ხალხს არ გაუჩნდეს წინააღმდეგობის სურვილი და არ გაუჩნდეს განცდა, რომ მას აქვს ძალაუფლება. რა კეთდება ამისთვის პუნქტებრივად მივყვეთ, აი პროპაგანდა რა კონკრეტულ გზავნილებს უშვებს აუდიტორიისკენ, რაში ცდილობს რომ დაარწმუნოს, ანუ როგორია ეს საფეხურები? კი, ბევრი სხვადასხვა სტრატეგია შეიძლება იყოს, უბრალოდ რაც თავში მომდის ქართულ სივრცეში, რაც შეიძლება შევნიშნოთ, ეს არის ეჭვის დათესვა, თვითონ აქციის მონაწილეებში, ადამიანებში, რომლებიც აპროტესტებენ ამ რეპრესიულ პოლიტიკას, ერთმანეთის მიმართ დაპირისპირება ამ ადამიანების, მაგრამ ეს არის მეორე, ერთი რომ ეჭვს ვთესავენ, რომ იქნებ თვითონ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვარიანტი რაც არის, იქნებ თვითონ ოპოზიციას აწყობს ეს ვარიანტი, ან იქნებ თვითონვე
ურტყავენ ერთმანეთს იმისთვის, რომ რაღაცა მუხტი აწიონ საზოგადოებაში. მსგავსი ფრაზებიც ალბათ მოგისმენიათ. მნიშვნელოვანი ამბავი რაც არის ის, რომ ნებისმიერი შეცდომა, რომელიც შეიძლება პროტესტის მონაწილეებმა დაუშვან და ჩვენ ადამიანები ვართ, ჩვენ ბუნებრივია რომ უშვებთ შეცდომებს, უბრალოდ მეორე ასე ვთქვათ მექანიზმი, რომელიც ადამიანებს აქვს, განსაკუთრებით სოციალური ქსელების ეპოქაში, ეს არის შეცდომის დაშვების შიში, იმიტომ რომ ჩვენი შეცდომები არის დოკუმენტირებული და ხო, და თუ უბრალოდ მეხსიერება როგორც მუშაობს, როდესაც ჩვენ რაღაც გადაგხვდება ხოლმე, ჩვენ მოდიფიცირებას ვუკეთებთ და ზუსტად ისე არ ვიხსენებთ, როგორც მოხდა, ისე ვიხსენებთ, როგორც ჩვენს ფსიქიკას აწყობს. და ამის საშუალება სოციალური ქსელი არ იძლევა, იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვცვლით იმ ამბავს, იმ სიტყვებს, ასე ვთქვათ, იმ მოგონებას, რაც სოციალურ ქსელში შეიქმნა. ამიტომ ადამიანებს ეშინიათ შეცდომის დაშვების და როგორც კი ვიღაცა შეცდომას უშვებს, ჩვენ ერთმანეთს კრიტიკულებიც ვართ. ამიტომ ნებისმიერი შეცდომა, რომელსაც პროტესტის მონაწილეები ვუშვებთ ხოლმე, ჩვენს წინააღმდეგ არის პროპაგანდის მხრიდან გამოყენებული, ამის გაზრდა. ანუ შორის მაგალითად იგულისხმება, რომ აი ვიღაცას არ მოსწონს პიროტექნიკას, რომ ისროდნენ ხო აქციაზე, რაც მე ისე გაენერგიას ადამიანები ხო ციხეში. ბევრი რამ არის, შეიძლება ჩვენ თვითონაც არ მოგწონდეს, ჩვენ ხო მაგისთვის ვიბრძვით, რომ განსხვავებული აზრი არსებობდეს ამ ქვეყანაში, განსხვავებული გამოხატვის ფორმა არსებობდეს ამ ქვეყანაში, როდესაც 10,000-ობით ადამიანი გამოდის ქუჩაში, ერთნაირად ზუსტად ვერ იტყვის და ვერ გამოხატავს აზრს ეს 10,000 ადამიანი, ამიტომ ჩვენი მიზანი არის, რომ ნებისმიერ ადამიანს კონდეს თავისი აზრის გამოხატვის საშუალება, იმდენად, რამდენადაც აზრის გამოხატვის პროცესში დაცული არის სხვა ადამიანების თავისუფლება. ხო, ანუ ძალიან ზოგად ჭეშმარიტებებზე რო ვარ გადავიდე, ჩვენი შეცდომები, რომელსაც გაპროტესტების დიახ, ჩვენი შეცდომები, რომელსაც გაპროტესტების პროცესში ვუშვებთ ხოლმე, არ უნდა იყოს, ასე ვთქვათ, შემაფერხებელი. აი, ლიკაც შემოგვერთ და ლიკა წულაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სოციოლოგიის მიმართულებით, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა. ბოდიში გაგაწყვეტინეთ ნათია, ლიკასაც დაუთმოთ დარჩენილი დრო. აი, ბელარუსთან იქ გამოყენებულ პროპაგანდასთან, რუსულ პროპაგანდასთან შედარება არის საინტერესო, რაზეც თქვენც გიკვლევიათ და გიმუშავებთ. ის რასაც იყენებს თუ არა, თქვენ გითხარით ახლა ამას ოცნება. კიდევ ერთხელ უკაცრავად დაგვიანებისთვის მე ვერ შევესწარი წინა საუბარ შესაბამისად არ ვიცი საიდან გავაგრძელო მაგრამ დავიწყოთ მეტად თქვენ დაგიტოვეთ ეს თემა უკვე მაგრამ ვიტყოდ იმას რომ დღეს პროპაგანდის ტექნიკები არის მნიშვნელოვნად შეცვლილი თუ ადრე რადგან რუსეთი ახსენეთ და ბელარუსი და ზოგადად ავტორიტარული ქვეყნები ძირითადად იყენებდნენ ეგრეთ წოდებულ ბილძალას იმისათვის რომ მოეგოთ ადამიანების გულები დღეს პროპაგანდის ინსტრუმენტები მნიშვნელოვნად შეცვლილია და 2017 წლიდან უკვე მკვლევარები საუბრობენ ეგრეთ წოდებული მახვილი ძალის გამოყენებაზე. რა არის მახვილი ძალა? მისი მიზანი აღარ არის უკვე ადამიანების მოხიბლა, იმიტომ რომ რუსეთი მიხვდა რომ 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ ძალიან რთული იქნებოდა მისთვის დაერწმუნებინა მსოფლიო რომ ის არის პოზიტიური აპოლიტიკური აქტორი და რაღაცა სიკეთე უნდა ხო სამყაროსთვის. ამიტომ მან შეცვალა სტრატეგია და დაიწყო რბილი ძალის ნაცვლად მახვილი ძალის გამოყენება. ეს განსხვავება პრინციპული ამ ახალ ტაქტიკებში არის ის, რომ ამ შემთხვევაში მიზანია შიგნიდან რაღაცნაირად წყალი შეუყენო დემოკრატიულ ქვეყნებს და შიგნიდან უკმაყოფილება გააჩინო თვითონ იმ ადამიანებს შორის, ვინც დემოკრატიულ ქვეყნებში ცხოვრობენ და რაღაცნაირად დეზორიენტაცია, დეზინტეგრაცია შეიტანო ამ საზოგადოებებში, იმით რომ გექნება ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია, ბევრი რაღაცა ბუნდოვანი ნარატივი, იქ რაღაცა ნაწილი იქნება სიმართლის მარცვლის შემცველი, ძალიან ბევრი იქნება ტყუილი და ადამიანებს გაუჭირდებათ გაარჩიონ ამ ხელა ინფორმაციის ნაკადში, რა არის მართალი და რა არის ტყუილი და სული დეზინტეგრაცია გამოიწვიოს ამ ადამიანებს. ეს არის დეზინფორმაციით დაბომბვა, რომ რაც შეიძლება ბევრი ცრუ ინფორმაცია, რომ შემდეგ ზის გაკვლევა გაჭირდეს. მოდით მაინც ბელარუსის პარალელებთან მინდა დაგაბრუნოთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა. პროტესტი ძალიან ხალხმრავალი და ხანგრძლივი ბელარუსში და საქართველოში, რადგან საერთაშორისო მედიაშიც არის სულ ამის ძიება, რომ დაადგება თუ არა საქართველოს ბელარუსის გზას, ან რატომ არ დაადგება. რა იყო მსგავსება, ან რა არის მსგავსება, რასაც იყენებდა პროპაგანდა ბელარუსში ამ პროტესტის გასაუფასურებლად, ხედავთ თუ არა იგივე ტაქტიკას საქართველოში. მაგალითებითაც თუ მაგალითებით. მე ბელარუსზე სიმართლე გითხრათ არ მიმუშავია, ჩემი კვლევა ეხება ევროპეიზაციის დისკურსებს საქართველოში და მუშაობ კიდევ 6 პარტნიორ ქვეყანასთან ერთად
ევროკავშირის ქვეყნებია, მათ შორის ერთ-ერთი არის უნგრეთი, მეორე არის ესტონეთი. ასე რომ ჩემი кейსები, რომელ кейსებზე ჩემია ვისაუბრო, გარდა საქართველოსი არის, თუმცა ბელარუსის რა თქმა უნდა პროტესტსაც კარგად ვიცნობ და ბევრი მსგავსებაა საქართველოსა და ბელარუსს შორის, მაგრამ საქართველო ვერ გახდება ბელარუსი მარტივი მიზეზის გამო, რომ ბელარუსის პროტესტის დინამიკა, მიუხედავად იმისა, რომ მასიური გამოსვლები იყო, ბოლოს პოლიციაც ადამიანების ხარეს გადავიდა, ხო? მით უმეტეს ნაწილი, ხო? მაინც ბელარუსში, მოდი ასე ვიტყოდი, ქართველი თავისი ხედვით, თავისი ღირებულებებით და თავისი მოთხოვნებით ამ კონკრეტულ მომენტში მნიშვნელოვნად განსხვავდება ბელარუსის კონტექსტიდან. ბელარუსი თავის შიდა კონტექსტზე ორიენტირებული იყო. არასოდეს არ იდგა ევროპული ღირებულებების დაცვის, ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხი. ეს არათუ არ იდგა, არასოდეს პრიორიტეტი არ ყოფილა. და ამ შემთხვევაში სულ სხვა პრიორიტეტები იდგა. ნუ იქ რუსეთის ჯარმაც ითამაშა რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი როლი და რო არა რუსეთის დახმარება. პროპაგანდაც მნიშვნელოვანი იყო. აი შეიძლება ვთქვათ, რომ რუსეთი თავისი პროპაგანდისტული მეთოდებით ძალიან მსგავს ტაქტიკებს იყენებს საქართველოსა და რუსეთში. უბრალოდ კონტექსტია განსხვავებული, ჩვენი მისწრაფებებია განსხვავებული და ამიტომ რუსეთის პროპაგანდა, რომელმაც იმუშავა სიტყვაზე ბელარუსში, ვერ იმუშავებს იმ სახით საქართველოში. იმიტომ რომ იმ თავითვე განსხვავებულ მოცემულობასთან გვაქვს საქმე. თუმცა აი ჩემი მიმდინარე პროექტის ფარგლებში შემიძლია გითხრათ, რომ რუსეთი არანაკლებ მსგავს ტაქტიკებს იყენებს აგრეთვე მაგალითად ამ წუთას ესტონეთშიც. ევროკავშირი ძალიან საინტერესო. ხო, მაგრამ უნგრეთში თით რა ბევრი კვლევა აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ორბანი ხშირად აწარმოებს რაღაცა მსგავს ნარატივებს, პროპაგანდისტულს, რომელიც ძალიან ემთხვევა პუტინის ნარატივებს, ხო, ოცნების ნარატივებსაც, ის პირდაპირ გავლენას არ იღებს რუსეთი. უბრალოდ ის პრაგმატულად, ინსტრუმენტულად იყენებს ამ ნარატივებს, რაც ზოგადად ავტორიტარული ქვეყნებისთვის დამახასიათებელი ნარატივებია, რომ იქ რაღაცა გარყვნილი დასავლეთი ართმევს ღირებულებებს, რომ იქ სუვერენიტეტს რაღაც საფრთხეები ემუქრება და მინდა გითხრათ, რომ ორბანის წინასაარჩევნო კამპანიაშიც იყო სამი ძირითადი მოთხოვნა: არა მიგრაციას, არა ომს და არა გენდერს. აი ესეთი სამი მოთხოვნა. ანუ სხვადასხვა ვარიაციით ავტორიტარული ქვეყნები ამ ნარატივს იყენებენ. უბრალოდ ჩვენთან ის არის და მე ეს გაანალიზებულიც მაქვს ჩემს კვლევაში, რომ პირდაპირი კოპირება ხდება რუსული ნარატივების. პირდაპირ ის კი არა რომ შელამაზება შენს კონტექსტთან მორგება, პირდაპირ ერთ-ერთზე კოპირება. ეს იყო კრიტერიუმები, მათ შორის რის გამოც გამოყავით თქვენ ბიძინა ივანიშვილის 29 აპრილის სიტყვა, როდესაც თქვით რომ ეს კოპირება იყო პირდაპირ, ანუ ეს იყო ის კომპონენტები, რაც აჩვენებდა. კი, მე სოციალური სამართლიანობის ცენტრის კოპირება იყო რუსული ნარატივებიდან. მაგ ძალიან დეტალურად გაანალიზებული ეს 29 აპრილის მთელი ეს 20 წუთიანი დისკურსის კრიტიკული ანალიზის საფუძველზე და აი ეს ინსტატკომი რომ მასაა გამოყოფილი რა სტრატეგიებს იყენებს რუსეთი, რა არის ძირითადი მიზანი მისი პროპაგანდისა, ხო? ერთი შიშის დათესვა, მეორე აი ამ რაღაცა სასოწარკვეთილების იმედგაცრუების გამოწვევა და მესამე ხსნის შემოთავაზება და ეს ხსნა ყოველთვის არის ხოლმე როგორც წესი რუსეთი გვიხსნის. შიში აი ომის პარტიის შიში, რომ აი ჩვენც იგივე დღეში ჩავარდებით როგორც უკრაინა და იმედგაცრუება რომ მაინც არ დაგვეხმარება დასავლეთი. აი ეს არის ის ძირითადი და თუ თავის თავს ვერ ეხმარება, აი თავის თავს ვერ შველის, უკრაინას ვერ შველის, ჩვენ ვის არ ვართ მათი პრიორიტეტი და არ და აი ეს შიშის დათესვა, ნიჰილიზმის დათესვა და ხსნის შემოთავაზება, რომ რუსეთი როგორც ერთმორწმუნე და როგორც რაღაცა მეგობარი ისტორიულად და ასე შემდეგ გვიხსნის. ყოველ შემთხვევაში უნდა ვუფრთხოდეთ და აი ამით მაინც დავისვათ მშვიდობა. ეს არის რუსეთის გავრცელებული ნარატივები და ამ ნარატივებს სხვათა შორის ბელარუსში ჩვენივრად იყენებდა, ხო? ბატონო, მოდით დაუბრუნდეთ კვლავ ნათიას. ნათია, საუბრობდით, როგორ უნდა დაიჯერონ ადამიანებმა, რომ ისინი უმწეოები არიან, რომ არ აქვს საკმარისი რესურსები, რას აჩვენებს ვითარება ახლა, რომ შევაჯამოთ ეს სურათი, ვნახეთ თავიდან ერთიანი პროტესტი, შემდეგ უკვე ფრაგმენტირებული, მაგრამ არანაკლებ ეფექტიანი პროფესიული ჯგუფების. იყო დისკუსია ამაზე, სხვათა შორის ხომ რა მოწურა ამ მსვლელობებმა თავისი თავი და ასე შემდეგ. თქვენი პოზიცია გითხარით ამ თემაზე. შევაჯამოთ და თან დავასრულოთ. ხო, ანუ შეუძლებელია რომ პროტესტი ამდენი დღის განმავლობაში ზუსტად იგივე რაოდენობით გაგრძელდეს, რა რაოდენობითაც დაიწყო. უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელია ეს ნაწილი, ამიტომ ძალიან ბუნებრივია ეს დინამიკა, რასაც გვაქვს ახლა საქმე, ჩემი აზრით და ამაზე პრინციპში ყველა ქვეყანაში, რაც
რომელზეც პროტესტებს განიხილავენ ხოლმე ხაზს უსვამენ, რომ ხანგრძლივი პროტესტი ვერ იქნება მუდმივად ერთი და იგივე ფაზაზე, არის ხოლმე აღმავალი და დაღმავალი პერიოდები. თუმცა მნიშვნელოვანი რაც არის და რაც მგონია რომ ქართული პროტესტის სპეციფიკა არის, თუ გაიხსენებთ ბოლო პერიოდის პროტესტებს, არც ერთი პროტესტი არ დაგვისრულებია ისე, რომ ჩვენი მოთხოვნებიდან რაღაც ნაწილი მაინც არ შესრულებულიყო. არ ყოფილა ბოლო პერიოდში ისეთი პროტესტი, რომ ხალხი წასულიყო სახლში ისე, რომ არ ქონოდა განცდა, რომ რაღაცა იმედი კიდევ არის. აი მეორედ შემოტანილი რუსული კანონი იყო. ეგ უკვე სხვა ნაწილი, ანუ ეგ სხვა ამბავია, მე რასაკეთებენ თვითონ ოცნების წარმომადგენლები და ეგ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც ახლა ამ პროტესტზე ვსაუბრობთ, მაგრამ თუნდაც გაზაფხულის პროტესტები გაჩერდა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვიცოდით არჩევნები იქნებოდა და არჩევნებზე გვექნებოდა შესაძლებლობა, რომ რეალობა შეგვეცვალა სრულიად დემოკრატიული გზით, ხო? სხვა ისე არ გავჩერებულ ვართ, რო გწოდნოდა რომ მორჩა. ამიტომ აი ერთ წინადადებას ვიტყვი, როდესაც ვლაპარაკობთ ხოლმე უმწეობის განცდაზე, რომელიც ადამიანების ბუნებრივი მახასიათებელია, ვსაუბრობთ ამის პარალელურად ოპტიმიზმის დასწავლაზე. ანუ რეალურად ეს უმწეობა დასწავლილი არ არის, ადამიანებს აქვთ უმწეობის განცდა ბუნებრივად, მაგრამ ადამიანებს შეუძლიათ ისწავლონ ოპტიმისტური ხედვა, ანუ შეუძლიათ ისწავლონ დაინახონ ის ის პატარა ნიუანსები, რაც მოიტანა პროტესტმა. თუნდაც ის რომ ბიზნესი ახლა ბიზნესის ბევრი წარმომადგენელი გაერთიანებულია და გამოხატავს, ეს არ იყო პროტესტის დასაწყისში და უბრალოდ ერთს ვიტყვი, ანუ ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რა არის ჩვენი მოთხოვნა. ჩვენი მოთხოვნა არის, რომ დემოკრატიულ გარემოში უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები და ყველა უსამართლოდ დატყვევებული ადამიანი უნდა გამოვიდეს ციხიდან. აი ამ სანამ ამ მიზნებს მივახცევთ, მანამდე პატარ-პატარა პუნქტები, გზად რასაც უნდა მივახცევთ, ესენი გასაკეთებელია. ეს იქნება პროფკავშირების შექმნა, ეს იქნება ბიზნესის ჩართვა, ბანკების მხარდაჭერა, თუ რაც იქნება სხვა ამბავია. უბრალოდ ესენი უნდა დავინახოთ იმისთვის, რომ ოპტიმისტი გაწევთ. პოზიტიურად კი ბატონო, მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. ნათია სორდია, ფსიქოლოგი, მკვლევარი, ლიკა წულაძე, თესავს ასოცირებული პროფესორი იყვნენ ჩვენი სტუდიის სტუმრები, მათ მე მშვიდობებით, მადლობა კიდევ.